მოგესალმებით მეგობრებო. სატურნი ნიშნებში ამ ციკლის ვიდეოებს გთავაზობთ და დღეს მინდა განვიხილო ამ ვიდეოში სატურნი ამჯერად სასწორში, რასაც მოვასწრებ მოყვები შემდეგ ნიშნებს სასწორში და მეშვიდე სახლში როგორ ვლინდება. ძალიან მოკლედ მიუხედავად იმისა, რომ მე რამდენი რიგი არის ვიდეოსი, რომელსაც წერ სატურნზე და დეტალურად მაქვს ახსნილი სატურნის პერიოდი, სადესაწის პერიოდი, სატურნი ნიშნებში მაგალითად და ყველა წინა ვიდეოში თქვენდა ახსნილი, მაინც ორი სიტყვით გეტყვით რა არის სატურნის ენერგია. ეს არ არის რა თქმა უნდა სატურნი, უნიშნელოვანესი არის ჩვენ რუკაში, მაგრამ რა თქმა უნდა ერთ-ერთი უნიშნელოვანესი შტრიხი არის, როგორც მაგალითად ფაზლის ერთ-ერთი დიდი ნაწილი, მაგრამ არა მთელი სურათი. მთელ სურათს გვაჩვენებს თელიანი რუკა, აბსოლუტურად ყველაფრის გააზრება. რუკაში, როდესაც ყველა კომბინაციას ვაერთებთ ერთად და არა რომ ერთი ცალკე მთლიანად წავიკითხოთ, მეორე ცალკე მთლიანად, ერთი კომბინაცია როგორ მოქმედებს მეორეზე, მეორე მესამეზე, სინთეზურ ანალიზში ვხედავთ უკვე ადამიანს, მაგრამ ეს ახლა რა ვიდეოსაც გთავაზობთ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ესეთები ვართ, ხო? ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შტრიხი არის. სატურნის ფუნქცია თვითონ რუკაში ყველა პლანეტას აქვს თავისი ფუნქცია, ყველა სახლს თავისი სფერო აქვს, ყველა ასპექტს თავისი ენერგეტიკული ბლოკი აქვს, ან პირიქით ჰარმონიული ნაკადი ენერგიის და ფსიქოლოგიური პატერნის, რა თქმა უნდა, მაგრამ აი თვითონ ცარიელად აი ყველანაირი ასპექტის გარეშე სატურნს რო შევხედოთ, ეს არის ის ღერძი, რაზეც ვდგავართ. რა არის ჩვენი მთავარი მკაცრად დაცული ფუნდამენტი, ხო? მაგალითად, ფსიქოლოგია სატურნს ცოტა სხვანაირად უყურებს, აი ფსიქოლოგიური ენაზე რო გადავიტანოთ, მაგალითად სატურნის ენერგია, ხო? ეს არის შინაგანი, მშობელი, მკაცრი, როდესაც გვაქვს სირცხვილის შეგრძნება, მაგალითად სირცხვილი არის, მაგალითად სადღაც უხერხული არის ესე რომ მოვიქცეთ, ან ჩვენ თავთან გვეუხერხულება, ხო, სადღაც გვეშინია, მაგალითად, რომ არ ვიყოთ გაკიცხული, არ ვიყოთ დასჯილი, მაგალითად, არ ვიყოთ გარიყული სხვებისგან, ან სოციუმისგან, ან სიკვდილის შიშთანაც პირდაპირ სატურნთან მივდივართ, ხო, მე ხავ ვცდილობ ისე ავხსნა, რომელიც წინა ვიდეოში არ ამიხსნია, იმიტომ რომ იმდენად დიდი თემა არის, თუნდაც სატურნზე რო ვილაპარაკო, ალბათ ერთი დღე არ მეყოფა ამისთვის და არადა მთლიანობაში უნდა გვესმოდეს სატურნის ენერგია, თუნდაც ასპექტებიც ჩავრთოთ სატურნის ვთქვათ მთელი ფსიქოლოგიური პორტრეტი. და აი ეს სატურნი, როდესაც მე მაქვს ქვეცნობიერი შიშები, ქვეცნობიერი ეგოც არის ეს, რომ სადღაც მე რითი ვცემ ჩემ თავს პატივს, იმითი, რომ აი ამაზე დგას ჩემი სოფხედველობა, ხო, ჩემი ღირებულებები. და ეს არის თვითონ სატურნი სამედიცინო ასტროლოგიაში ხერხემალს მართავს, რაზეც დგას მთელი სხეული. ის საყრდენი ძლიერი, მყარი საყრდენი, რომელიც არ იშლება და აი ეს თუ არის მყიფე და თუ არის თუ საყრდენი არა გვაქვს, მაგალითად ჩვენ ჩამოვიშლებით, ხო, ფსიქოლოგიურად, სოციალურად, მაგალითად, იმიტომ რომ სოციალური პლანეტა არის სატურნი და პირდაპირ ფორმის რღვევასთან წავალთ, ხო, სიკვდილის შიში შემოდის ხოლმე სატურნის შემთხვევაში.ძლიერად ასპექტირებული ჩართული სატურნი კარმულ ასტროლოგიაში ცოტა სხვა დატვირთვა აქვს, ეს არის მაგალითად კარმის პლანეტას ვეძახით, ხო, გაფრთხილების პლანეტას, ან სადაც არ გვაქვს უფლება სამყაროს კანონები დავარქვიოთ, ესე რომ ვთქვა, ხო, მაგრამ ცოტა ფსიქოლოგიური ასტროლოგიითაც ეს არის ცოტა ეგო, შიშები ამ ეგოს დარღვევის და ამ შემდეგ. გვაქვს ხოლმე სატურნის ძლიერი მდებარეობა, გვაქვს სუსტი მდებარეობა. მოკლედ მე მგონი სულ რაღაცა 3 წუთში ავხსენდი მთელი დღის ალაპარაკო, მაგრამ წინა ვიდეოებშიც იმდენი მაქვს ალაპარაკები სატურნზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი სხვათვის რამდენიმე წელი დამჭირდა რომ გამეცნობიერებინა ამ სატურნის ენერგია, მართლა მეცხოვრა ემოციურად და შიგნით დამენახა იმდენად ესეთი რთული, გასაცნობიერებელია, თორე გონებით შეიძლება გვესმოდეს, მაგრამ იცხოვრო სატურნი კიდე სხვა არის. იმიტომ ამას დრო ჭირდება, სატურნი დროის პლანეტა არის, მას გამოცდილება ჭირდება და გამოცდილებაში ცხოვრება და არა გონებით ინფორმაციით, ხომ? და აი ახლაც ყველა ვიდეოში მე უფრო ვცდილობ ხოლმე რომ უფრო დავფიქრდეთ, ვიგრძნოთ ეს ასპექტები, სხვათა შორის ასტროფსიქოლოგიის კურსი მაქვს, ახლა მარტის ბოლოს შემდეგი ჯგუფი მექნება, ორთვიანი კურსი მექნება. დაახლოებით ახლა წინა ჯგუფი 48 საათი უხეშად რო ვთქვათ, იმიტომ რომ პლუს მინუს გადაჭარბებებს ჰქონდა დროის, დაახლოებით 48 საათი გამოგვივიდა ინტენსიური თერაპია, ინტენსიური თეორია
და პრაქტიკა ერთად გავდიოდით ამ ყველაფერს უფრო ასტროფსიქოლოგიურად, უფრო თერაპიულად, ესე რომ ვთქვათ, ვცდილობ ვასწავლო ასტროლოგია, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ ჩავიღარო თავში მშრალი ინფორმაცია, ეს უნდა ვიცხოვროთ, უნდა თერაპიულად გავიაროთ. თერაპიულად რას ნიშნავს? ყოველ ასპექტზე, აბა რა ხდება ახლა, მაგალითად ეს საიდან მოვიდა ეს ტრაუმა, ხო იქ არის, აი რომ ეს ჩანს რა ხდება შენთან და მე ემოციებთან შეხება, თვარის დონეზე მუშაობთ ხოლმე აქ და ეს ჩემი სისტემა არის, ჩემი შექმნილი სისტემა არის, იმიტომ რომ მეც ადრე ჩვეულებრივად ვისწავლე ასტროლოგია და ეს მაინც არ მუშაობდა, იმიტომ რომ იყო თავში ეს ინფორმაცია, კოგნიტურად და აბსოლუტურად ვერ ვიყენებდი, ემოციურად ვერ ვიყენებდი ამას, ხო რომ მეცხოვრა, გამეცნობიერებინა და შევხებოდი უკვე შინაგან ყველაფერს. ამიტომ ეს ძალიან გრძელი გზა, 15 წლიანი გზა დამჭირდა ამ ყველაფრისთვის და ვცდილობ ხოლმე რომ უკვე ეს ავხსნა ჩემი გამოცდილება აქ და ვისაც უფრო სურვილი აქვს რომ განამარტო ინფორმაციულად შეკრულად გაიგოს ასტროლოგია, არამედ უფრო თერაპიულადაც დაინახოს ახალი სისტემით. ეს მე მგონია რომ ეს ფსიქოთერაპიული მიდგომა, თუნდაც გეშტალტური მიდგომა და ასტროლოგია ერთად ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის ეს კავშირი, იმიტომ რომ მე თვითონ ესე გავიარე ასტროლოგია, გეშტალტ-თერაპიულად, ესე რომ ვთქვათ, სხვა თერაპიული მეთოდებიც ჩამირთავს, მაგრამ გაცილებით, გამოსაყენებლად უკვე რეალურად ეხები შენ ასტროლოგიას და პიროვნულ განვითარებაში გვეხმარება. ჩემი განხრა იცით, რომ უფრო პიროვნული განვითარება არის ასტროლოგიის მეშვეობით, ხო? ეხლა ყველაზე მთავარი, საიდან დავიწყე, ცოტა გამექცა, ისე გონება. სატურნის ასწორში. ეხლა როგორ ვლინდება? ხშირად ამბობთ, ყველაზე აი კლასიკურ ასტროლოგიაში თქვენ წაიკითხოთ. აი, ეს ხალხი არის კარმულად სუფთა. სტანდარტულად ეხლა გიყვებით, როგორ წერია. ეს არის ყველაზე ძლიერი მდებარეობა სატურნის, აი ხო არის დომინანტურად, მაგალითად ხისრქაში. კარგად ძლიერად გრძნობს თავს თანამართველი არის მერწყულში. მაგრამ სასწორში არის ყველაზე კარგად. აი ხისრქაშიც კი ისე კარგად არავლენ სატურნი თითქოს თავს როგორც სასწორში. და აი ახლა რა გიხსნათ პრინციპი რატომ, ხო? და კარგი პლანეტა, კარგად გამოვლენილი პლანეტა კარმულ ასტროლოგიაში რო წაიკითხოთ, ეს არის რომ ფაქტობრივად კარმა არ აქვს ადამიანს, ფაქტობრივად ის სუფთა ნეგატიური კარმისგან, მან სატურნის პროგრამა კარგად დაამუშავა და რეალურად ესე არის თითქოს, მაგრამ არის აქ სერიოზული სხვადასხვა რაღაცებიც, რომელსაც ახლა მოგიყვებით. მართლა ყველაზე კარგი მდებარეობა არის სატურნის და ახლა ავხსნი რატომ სატურნის ასწორში მეგობრებო, ეს სატურნის ფუნქცია რა არის? ეს არის მოთმინება, ეს არის სიმყარე, სიმტკიცე ხასიათის, რომ აი მე მოვითმენ, მე ავიტან. სოციალური პლანეტა არის სატურნი და ის მარტოობას ვერ იტანს, როგორც ახლა მაგალითად სატურნი ვერტში რო გადავა, ეს მარტოხელა სატურნიანელია, ხო? მაგრამ სატურნი სოციალური პლანეტა არის, მას სჭირდება სხვებთან შეხება, პასუხისგებლობა სხვების წინაშეც, ხო? ამავე დროს. სასწორი ეს არის ზუსტად ეს სხვებთან ურთიერთობა, ჰარმონიული ურთიერთობა და ამისთვის მტკიცეთ მოთმინება, რომ აქ იყოს წონა, სწორობა, აი სასწორის სიმბოლიკა, მაგალითად, აი სასამართლოში მივდივართ, ხო, რაღაც საქმეების გასარჩევად, შვიდა წყნარად ემოციების გარეშე. ემოციები არ უყვარს ზუსტად სატურნს. დაკ ძალიან კარგად გრძნობს თავს, სადაც ზუსტად იმდენად ბალანსში უნდა იყო, იმდენად ჰარმონიაში უნდა იყო, რომ აქ არ არის საჭირო ძაფრი ემოციური შეგრძნებები, როგორც მაგალითად ვერც აქვს, ხო, სიტყვაზე. და ზუსტად სატურნის პრინციპი და სასწორული ენერგია ერთმანეთთან ძალიან ჰარმონიაში მოდის. მოთმინება, დისციპლინა, პარტნიორული ურთიერთობები, სხვების გათვალისწინება, მოდი ესე ვთქვათ. და თან რა არის იცით, სასწორი არის მაღალი საზოგადოება, დახვეწილი საზოგადოება, ხო, ესე ვიძახით, საზღვრების დაცვად, რა არის დახვეწილი საზოგადოება, ისინი რომელიც ემოციებს აკონტროლებენ. ის ხალხი, რომელიც ბრას, აგრესიას, ამ ყველაფერს აკონტროლებენ და საზოგადოებაში მიღებული ნორმებით იქცევიან. ამიტომ სატურნის ასწორისთვის მთავარი ფუნქცია არის საზღვრების დაცვა. კარმულ ასტროლოგიაში ვიძახით, რომ ამ ადამიანს ჰქონდა კარმულად წინა ცხოვრებებში გამოცდილება ან მნიშვნელოვანი მაღალ საზოგადოებაში ტრიალებდა მაგალითად, ან იყო ძალიან სამართლიანი. თუმცა ამაზე ხა მე მოგიყვებით კარმული ასტროლოგიიდან გამოცდილებებს, თლად ისიც არ არის, მაგრამ მათში, აი ფსიქოლოგიურ პატერნებში რომ შევხედოთ, სასწორში ცხოვრობს ყოველთვის მუდმივი წონასწორობა, მოსამართლის ფსიქოტიპი. იმდენად სასწორი არის სამართლიანობაზე
ორიენტირებული და სამართლიანობა მოდის ბალანსიდან, რომ იმის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული. აი აქ უკვე შემოდის მერე ნეგატივი. თუ ყველას გათვალისწინებული არის, მე სად არ აქ, ხა? და აი აქ შემოდის სატურნის მთავარი პრობლემა, ჩახშობილი აგრესია. იმიტომ რომ ყველასთან უნდა მე გავუღიმო, მე ყველასთან უნდა ვიყო ძალიან დაბალანსებული, ჰარმონიული მაგალითად და ხო შეიძლება რომ ყველა ჩემთვის მისაღები იყოს, მაგრამ ეს აი როგორც მაღალ საზოგადოებაში იყო მიღებული და ვითამაშო. ეს ხო? და შესაბამისად მოდის აქ შინაგანი ცოტა ჩაყლაპული აგრესია, ვიძახით. აი როგორი დონეზე იცით, რომ უკვე ზედმეტად რო ვიკარგები, სად ვარ მე, ჩემი საზღვრები, ხო, აქ ვერძული ენერგეტიკა შემოდის, ხო, საპირისპირო ოპოზიციური ენერგია. ანუ ჩემი ინტერესების წინააღმდეგ მე უნდა მოვერგო ყველას. ეს ერთ-ერთი ნეგატივს ვერ ვიტყვი, მაგრამ ყველა ნიშანს, ყველა ენერგიას რაღაცა თავისი უკუ რეაქციაც აქვს, ხო? ამიტომ არის ოპოზიციური ენერგიები ხოლმე ჩართული. ამიტომ აი ამ ჩემს ჰარმონიაში, აი ამ ჩემს საზღვრების დაცვაში ხშირად შემოდის რა სასწორული მერყეობა მაგალითად, რომ აი შეიძლება მე უხეშობა მიწევს, მაგრამ ვერ ვუხეშობ და ან ბოლო-ბოლო ვირიყები საერთოდ ვიკეტები საზოგადოებისგან, ზოგს აქ მაგალითად რომ აი ამ კულტურულ ხალხთან არ შემიძლია ყოფნა, სალმაზურები შულს აქ ეს სასტურნის ხათაშორის სასწორში და მიუხედავად თავის დიპლომატიური კარიერის და ეს სატურნის პრინციპი, ხო, რომ სადღაც ძალიან ვიცავთ დიპლომატიურობას, ვიცავთ ზუსტად აი ის თუნდაც ის მომენტი, რომ რუსული ეს ჯარი მაგალითად გააყვანინა აჭარის გონიოს მონაკვეთიდან და ძალიან ბევრი ესეთ დიპლომატიური გამარჯვებები ქონია და სატურნის სასწორის პრინციპი არის ზუსტად მკაცრად, სამართლიანად უნდა ყველას ინტერესი იყოს გათვალისწინებული. და მიუხედავად ამისა, მაინც ყოველთვის შედარებით მარტო თავის ვიწრო საზოგადოებაში მოქმედებდა. სასწორი სატურნი უფრო ესე არის. ანუ ის ცოტა ჩაკეტილი არის, ის არ ჭყალებში რო გითხრათ, არ გაუყადრებს ყველას თავს, მაგალითად, ხო? ეს მინუსებში გადადის. აი აქ ზუსტად ამ სატურნის ხალხმა უნდა იმუშაოს იმაზე, რომ უფრო სტანდარტები შეამსუბუქონ, ხო, თავისი შინაგანი ზედმეტი საზღვრები. პოზიტიური არის ასევე ის, რომ სასწორს რა მართავს ვენერა. ვენერა რა არის ჩვენთან? სიამონება, სიმდიდრე, ფუფუნება, გარკვეულწილად სატურნი აქ ძალიან ბლოკავს. ანუ შეუძლიათ ძალიან ასკეტურადაც იცხოვრონ, არ კონდეთ ეს მიდრეკილება, რომ რაღაც ათასები მანქანებში გადაიხატონ სიტყვაზე, ხო, შეუძლია ძალიან სადა, უბრალო კონდეს, რაც აუცილებელი არის კომფორტისთვის, მაგრამ ზედმეტი არა. და უფრო მაგალითად ან საზოგადოებას ემსახურონ, ან რაღაც სამართლიანად გადაანაწილონ მაგალითად, იქ ფინანსები იქნება, იქ თუ რაც უნარები აქვთ, რაც შესაძლებლობები აქვთ, ცდილობენ უფრო საზოგადოებას ემსახურონ. აი აქ შემოდის მაგიტომაც ძლიერი სატურნი, რომელიც სატურნის სასწორში როგორც წესი არის, რომ წარმატებას აღწევენ ძალიან ხშირად საზოგადოებაში. ეს ხალხი ვერ რჩება მაინც-ამაინც ჭრილში, ну თუ რაღაცა ძალიან პრობლემური ის არ იყოს, ვთქვათ, ხო, ცხოვრება რაღაც დონეზე, ხო, ბავშვობა ან ასე შემდეგ. ხშირად ეს ხალხი ძალიან პრესტიჟული სამსახურებში არიან, ან საზოგადოებაში მიღებულები არიან, იმიტომ რომ ეს არის ამბიციურობა შინაგანი, ხო, რომ ეს ძლიერი სატურნი, ხო, სადღაც რომ მე მჭირდება, რომ ვიყო საზოგადოებაში ჩემი სტატუსის მქონე სატურნი აქვს. ოღონდ აქ ეს სტატუსი როგორ შემოდის, რომ წვალებით, დროით და ჩაკეტილობით. ეს არ არის იუპიტერი, ხო? იუპიტერის სასწორში, რომელიც აფართოვებს საზოგადოებასთან კარებს, მაგალითად, ხო? აქ სატურნი არის, აი, ყველა სადღაც აი მაგალითად შეკრება, როცა არის ღონისძიება, თუ ვინმე კუთხეში დგას და აი იქით უნდა მოხვიდე მასთან, ის არ გამოვა კონტაქტზე, ეს არის სატურნის სასწორი. იმიტომ რომ აქ ფარულად ეგოციმალება გარკვეულწილად, ხო, რომ ზოგში შეიძლება ესე გამოვლინდეს გააჩნია აქ სატურნის ასპექტებს, თუ არის ჰარმონიული ასპექტი, ხო, ეს იქნება რაღაცნაირად უფრო დაბალანსებულად და ჰარმონიულად, მაგრამ ნეგატიურ ასპექტებში ზოგჯერ ეგოც შემოდის, რომ ყველას არ გავუყადრებ თავს. ყველასთან არა ვარ, ანუ ეს საზღვრებს იცავს ძალიან, შინაგანად ეს ელიტარულობის განცდა არის და ყველაზე დიდი შიში რა შეიძლება სატურნის სასწორისთვის იყოს, საზოგადოებისგან არ იყოს გარიყული.
არ დაკარგოს საზოგადოებაში ფუნქცია თავისი, მარტოობის შიშია. აი თუ სატურნი ვერცხლში არ არის ეს პირიქით და საკუთარ თავთან უფრო შეცდომების შიში აქვს, რომ მე ჩემ თავთან არ დავრჩე სადღაც, ხომ, წაგებულ ვარიანტში, სატურნის სასწორი უფრო გარიყულობის შიში აქვს. აი საზოგადოებაში სხვა შორის პუტინს აქვს მზე სატურნის შეერთება სასწორში, ოღონდ ეს მზე სატურნი კიდე ცალკე თემა არის, მაგრამ აი ეს მისი მშვიდი გაყინული ენერგეტიკული ველი, ოღონდ ცოტა ისე სატურნი უბლოკავს მზეს აქ ამ შემთხვევაში. ეს კიდე ცალკე სხვა ვიდეოებშიც მაქვს ახსნილი, მაგრამ სატურნის სასწორში მაღალ ელიტურ საზოგადოებაში მიდიან მიუხედავად თავისი ლილიტით აღმავალი ლომისა, მაინც ის ჰარმონიული და სხვათა შორის სულ კანონებით, აი აქ რო ამბობენ რომ სუფთა კარმა და ისინი სამართლიანები არიან, ყოველთვის ესე არ არის. ან პუტინის შემთხვევაში ზუსტად რომ კანონები კარგად მოირგო თავის თავზე, კანონით გამოავლინა თავისი ლილიტი, ხო? იმიტომ ყოველთვის ვამბობ სატურნი და ლილიტი ეს ძალიან ახლო მეგობრები არიან, ესე რომ ვთქვათ. და ნუ ეს არის მუდმივი სულ წონასწორობა, მუდმივი ბრძოლა მის შემთხვევაში, რადგან მზესთან აქ შეერთებაში ეს უკვე ეგო არის, რომ მე სულ მართველი უნდა ვიყო, მე სულ ხელში უნდა მიჭიროს რაღაცები და თავისებური სამართალიც აქვს, რომ აი სამართლიანი არის, მე მეკუთვნის ეს ყველაფერი, ხო? მე ვინც მინახავ სატურნი სასწორით კარმული ასტროლოგიიდან, ჰიპნოთერაპიებზე მაგალითად ან დაკვირვებით, ხო? აი უფრო იყო როგორ რაღაც იცით, რომ მქონდა ძალაუფლება, როგორც კანონიერი, იმიტომ რომ სასწორში ამას ნიშნავს რაღაც ამ გავლენიანი ფიგურა იყო სადღაც, ხო? და სადღაც გამოავლინა ზედმეტი, მოდი ესე ვთქვათ, სიმკაცრე და პრინციპულობა. სადღაც არ დათმო რაღაცები, ხო, ეს სასწრული, მაგალითად, რომ არა, ეს მე ვარ სამართალი. აი ესეთი თემა. შიგნით რამდენიც მე ჩავღმავები ვარ, ახლა გულახდილ გეტყვით მე სატურნი სასწორში მყავს. გვერდზე იუპიტერი მყავს. სულ აი ამაში ვარ, ხან იუპიტერში, ხან სატურნში, ხო? მაგრამ იცით როგორ რაღაც არის სხვაებიც ახლა ჩემი ასაკის ვინც კი მოსულა ჩემთან და ძალიან დაკვირვებით უსმენდი განსაკუთრებით სატურნს სასწორებს, სულ აქვთ ის განცდა, რომ შინაგანად მუდმივად ცდილობენ ბალანსს, როგორც საკუთარი თავის კონტროლს, მაგალითად, რომ ეს სასწორული, აი შინაგანი კონტროლი, ემოციურ კონტროლს გეუბნებით იყოს, ამ მთელი ოჯახის წევრები სატურნის სასწორი მყავს. ბიძა ჩემი სატურნის სასწორი არის, მამა ჩემი სატურნის სასწორი არის, ბაბა ჩემი სატურნის სასწორი იყო. და აი ეს პეცი, ეს ელეგანტურობა, ეს რაღაც შინაგანი დაკრავთ და ამავე დროს აი აქ რა შემოდის, იცით, შინაგანად, ახლა ყველა თაობას უყურებდი, ხო? ახლა ყველა სხვადასხვა აღზრდიდან. პირველი ის იყო, რასაც ვაკვირდებოდი, რომ ძალიან ელეგანტურად უყვართ, გამოიყურებიან ელეგანტურად, არიან ძალიან მშვიდები და ძალიან ზოგჯერ ჩუმებიც და ჩუმები რა კუთხით, კონფლიქტი არ უყვარს სატურნს სასწორს განსხვავებით, ახლა სატურნ მორიელზე რო გადავალ მაგალითად. ძალიან აი ტიპიური თეთრი ხელთათმანით იბრძვიან. აი ძველ დროში, რაინდული, აი ეს ჯენტლმენური ბრძოლა. აი ეს არის მათი ყოველგვარი უხეშობის და ყოველგვარი რაღაც ისეთ ბრძოლის გარეშე. აქ პრობლემა შემოდის ზუსტად ის, იმიტომ რომ ის ზუსტად აი ამ თეთრი ხელთათმანის ფრიალში შეიძლება ისე არ ჩეხონა. ერთ გაიგო. მოვა სატურნი მორიელი და უცებ შენს არისტოკრატულ თეთრ ხელთათმანს ჩამოგამხობს თავზე. ხო, ესეთნიც არის. და არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი ქორწინებაში, კრიზისები იცის, პრობლემები იცის, სატურნი ამცირებს აქ ენერგიას და ზოგჯერ არის ძალიან დიდი მოთმინება ქორწინებაში და პარტნიორში, ეს ყველაზე მტკიცე და ყველაზე პოზიტიური სატურნი არის იმ კუთხით, რომ ძალიან დიდი მოთმინება იცის, ესენი არ არიან, რომ აი ესე უბრალოდ მოიყვანოს სოლი, უბრალოდ გათხოვდეს, ძალიან ყურადღებით არიან ურთიერთობაში, პასუხისგებლობასაც ითხოვენ პარტნიორისგან სერიოზულად, იმიტომ რომ სატურნი კაცრია, სატურნი სამართლიანი არის. პასუხისგებლობა ურთიერთობებში თვითონაც გადამეტებული პასუხისგებლობა და ატანაში ზოგჯერ გადადის, ეს ტვირთში გადადის, ან ძალიან ბევრი შეუძლიათ იმუშაონ ურთიერთობაზე. ეს მათთვის არ არის ცარიელი
უბრალოდ ურთიერთობაში ყოფნა. აქ არის შრომა ჩადებული, სატურნი ყველგან სადაც არის, იქ შრომას ვდებთ, ენერგიას ვდებთ. და ისეთ ხალხთან არ მიდიან ურთიერთობაში, სადაც ეს შრომა არ ღირს. ესე რომ ვთქვათ, აი კლასიკურად წავა თერაპიაზე, ან რაღაც დაბრუნდება, შერიგდება, ან დათმობს, გაჩუმდება, მოითმენს, ოღონდ არ იყოს კონფლიქტი, ოღონდ არ იყოს დაშორება. ეს ერთ-ერთი ნეგატივადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ იმ კუთხით, რომ შეიძლება მან კარგად დაფიქრდნენ, რას ითმენენ, ღირს თუ არა ამდენ ენერგიის ჩადება, გააჩნია კაც ასპექტებს, მაგრამ მეორე კუთხით ეს ერთ-ერთი საუკეთესო ასპექტი არის მიუხედავად იმისა, რომ პუტის მე მგონი რამდენიმე ცოლი ყავდა ხო სიტყვაზე, მან ლივითი ლომში ყავს და თან მეათე სახლში პულტონთან და იქ კიდე სხვა რაღაცები შემოდის, მაგრამ ზოგადად ქორწინებისთვის ერთ-ერთი მყარი მაჩვენებელი არის, ერთ-ერთი ხანგრძლივი. მეშვიდე სახლი ცოტა განსხვავებულად მუშაობს, მეგობრებო, სატურნის სასწორში ზოგადად სასწორული ენერგია არის ახლა, რომ ეს დიპლომატია, შეკავება, ეს სიჩუმე, შინაგანი, ეს უწონასწორობა, მაგრამ სიმკაცრე და პრინციპულობა სამართლიანობისთვის და ხშირად უთქვამთ ჩემთვის და მეც თერაპიულად ეს მინახე, აი წონა, აი ესე რომ ვართ სულ, აი სულ ვზომავთ სადაიღო ბალანსი. ოღონდ შეიძლება არ ვთქვათ ეს. აი ურთიერთობაში, აი თვალი უბრალოდ აი როგორც სატურნი ხალწულში ეგრევე ხვდება, ან მეექვსე სახლში მაგალითად, რომ აქ რაღაც დაულაგებელი არის. აქ რაღაც დეტალი აკლია, აქ რაღაცა გამორჩა, ხო? აი უბრალოდ ინსტინქტურად არის ორიენტირებული. მაგაზე სატურნის სასწორი ეგრევე ხედავს, სად არის ბალანსი დაკარგული. მე თუ მეტი გავეცი იმან ნაკლები, აი ეგრევე იმახსოვრებს, ითლის და მერე აქედან იღებს ძალიან მშვიდად გადაწყვეტილებას, თუ არის აქ ძალიან სერიოზული დისბალანსი. ოღონდ არ გამოხატავენ, მაგრამ შენი ძალიან კარგად იციან. მეგობრობაში სადაა კარგი ბალანსი, ურთიერთობაში, მშობლებთან, შვილებთან, წონი, სულ იმითად ეს სასწორით, ესე რომ ვთქვათ, ხო? და ყველაფერს იმახსოვრებს ძალიან კარგად. მეშვიდე სახლში მთლად ესე ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ სახლი ჩვენთან ასტროლოგიაში ეს არის სფერო, პირდაპირ, ეს არის მეშვიდე სახლი რა არის? პარტნიორი ვინ არის? სატურნიანელი არის, ხო? ან ასაკით განსხვავებული მაგალითად, ან საკმაოდ როგორი იცით, აი სადღაც თხის რქული ფსიქოტიპის მატარებელი შეიძლება მეუღლე იყოს მაგალითად, ან საზოგადოება, ვინც ჩვენთან შემოდის, მეშვიდე სახლი არის კარები, საიდანაც ხალხი შემოდის ჩვენ ცხოვრებაში. ეს შეიძლება იყოს ცოტა იზოლაცია, როგორც მაგალითად ზოგადად სატურნს სასწორზე ვამბობთ ხოლმე, რომ ეს არ არის ადამიანი, რომელიც გათქვეფილი არის ყველასთან, ხო? ეხლა ის სალომე ზურაბიშვილზე მიუხედავად იმისა, რომ სელენა ყავს იქ მერწყულში და ეს მეგობრული სოციალური ენერგია არის, მაინც აი შეიძლება იყოს თავის რაღაც პრედისტალზე, აი მე ზევით ვარ თემა, რომ მოვიშველიოთ, ეს სატურნის სასწორის პრინციპი არის. მეშვიდე სახლი მთლად ესე არ არის, უფრო არის ჩაკეტილობა საზოგადოების მიმართ, დისტანცია სიცივე ზოგთან შეიძლება მოდიოდეს მეუღლისგან, ან პარტნიორებისგან, ან საქმიანი პარტნიორობა მაგალითად შეიძლება იყოს, ან მაინც ცოტა სიცივე შეიძლება მოდიოდეს. თუ არის ასაკობრივი, ან სხვაობა, ან სატურნიანელი არის მეუღლე მაგალითად, შეიძლება იყოს პროფესიულად სატურნის სფეროში, ან თანამდებობის პირი, ან აი მარტო თვითონ რო ქმნის თავის კარიერას, თავის ცხოვრებას მაგალითად და თუ ეს თან ასპექტებით არის ჰარმონიული, ასე თუ ისე საკმაოდ მყარი ხანგრძლივი ქორწინება აქაც შეგვიძლია მივიღოთ, დისციპლინირებული, სერიოზული, მაგრამ ცოტა ცივი, ხო? მეშვიდე სახლი პირდაპირ გვაჩვენებს სიცივეს, რა კუთხით გეუბნებით, იცით? თავშეკავებული, აქ დიდი სასწორში როცა არიან მეშვიდე სახლში სატურნი, დიდი ემოციები და ვნებები და აციებს სატურნი შეიძლება შენ გაიხსნა, მაგრამ იქიდან მოდიოდეს სიცივე პარტნიორისგან, ხო, მაგალითად, ან შენ იყო დისტანცირებული და ცივი გარკვეულწილად, ანუ ვენერას ენერგია ითრგუნება აქ სატურნისგან. აი ეს არის მთავარი პრინციპები, ახლა ძალიან თქვის, кайხანი ავხსენი ეს, მაგრამ იმიტომ გავამახვილე ამაზე ყურადღება, რომ სატურნის ძლიერი მდებარეობა არის და საკმაოდ ძლიერად არის დატვირთული სხვადასხვა, სატურნი სასწორით რომ მოდის საზოგადოებაში, ძალიან ბევრ ენერგიას დებს ამ სფეროში. ისე რომ ვთქვათ და ამიტომ დააკვირდით
შეიგრძენით ეს ყველაფერი და გაცნობიერეთ, ვინცაც ყავთ მაგალითად ეს სატურნი ან სხვათა შორის ფლად ესე არ მუშაობს, მაგრამ ვენერა სატურნის შეერთება ძალიან გავს ამ ყველაფერს, ხო? ეს არის დაბალი ესეთი რესურსებისკენ მიდრეკილება არ უყვარს ამ სატურნს სიმდიდრე, არ უყვარს ამ სატურნს რაღაც ესე საკუთარი თავისკენ გადაკაჩვა ბოლომდე რაღაცეების მაგალითად და აი ამ კუთხით საზოგადოებრივი ტიპაჟები არიან, მაინც საზოგადოებრივი ცხოვრებით ცხოვრობენ. ეს პრინციპი ამაზე დგას მყარი საფუძველი მათი არის რომ ჩვენ ენერგია და არა მე ენერგია, ხო? და ნუ ამ ჩვენში ზოგჯერ მე იკარგება. ეგ პრობლემაც ხოლმე გააჩნია მე როკან მთლიან რუკას. სატურნი მორიელი საერთოდ განსხვავებული პრინციპის ენერგია არის, ძალიან ძლიერი ენერგია არის სატურნი მორიელში. წარმოიდგინეთ ახლა ცოტა განსხვავდება სატურნი პლუტონი ერთად, ის კიდევ უფრო დიდი მოცულობის ენერგია არის, მაგრამ ამავე დროს გამოირჩევა წარმოიდგინეთ ახლა მორიელი რა არის? ეს არის სიღრმე, ემოციური, ეს არის ძლიერი ნიშანი, აი აქ ამტანი ნიშანი, ხო? აი სიღრმეების, ზეწოლის, რაღაც ფსიქოლოგიური სიძნელეების გადატანა რო შეგიძლია და სატურნი ეს არის სტრუქტურა. ესე იგი მორიელური ღრმა ემოციები, კრიზისების მოყვარეობა და მთელი ამბები არის სატურნის სტრუქტურაში შეკრული. ესე რომ ვთქვა. და ესეთი ადამიანები გამოირჩევიან ყველაზე მარტივად რა, აი ხა უბრალოდ კლასიკური ასტროლოგიით რომ მიყვეთ, ეს არის ძალიან ბევრი ამტანი ადამიანი, მტკიცე ადამიანი, რომელსაც შეუძლია ძიმე სამუშაოსაც გაუძლოს, ისეთ სამუშაოს, რომელიც სხვები ვერ გაუძლებენ. ემოციურ ფსიქოლოგიურ დატვირთვებს გულისხმობ აქ. ძალიან ხშირად შეიძლება იყვნენ ან სამხედრო სფეროში, მაგალითად, ან ქირურგიაში, მაგალითად, ან ფინანსებში, ან უბრალოდ მუშაობდნენ საკმაოდ აი დისციპლინირებულად, აი ესე ეჭიროთ, მაგალითად, კონტროლზე. პლუტონური ენერგია მორიელური კონტროლი არის და კარგად აკონტროლებდეს თანამშრომლებს უბრალოდ, ხო? ან ძალიან მომთხოვნი იყოს თავის მიმართაც და სხვების მიმართაც. სატურნ მორიელს არ შეუძლია ორ პირობები და ხა ეს გავჩუმდი და იქ სასწორი რომ აქეთ-იქით ორსკამზეს ჯდება. სატურნ მორიელს არ შეუძლია ის სრულ ერთგულებას ითხოვს და ძალიან მყარა, ძლიერ ერთგულებას. სანამ ამ ერთგულებამდე შეეხება ვინმეს, უნდა გამოსცადოს, სატურნი გამოცდების პლანეტა არის და დრო ჭირდება. ასე რომ აი ეს ქორწინებაში თუნდაც ან რესურსებში ვინმეს მარტივად ენდოს ნაკლებად, ხო? ის უნდა იყოს ბოლომდე დარწმუნებული, აი თუნდაც ჩემი შენი რესურსები, ხო? ერთად ვიყიდოთ სახლი, საერთო მანქანა გქონდეს. აქ ძალიან ისეთი არის სატურნი მორიელი, უნდა გადაამოწმოს, უნდა დააკვირდეს, შენ ერთი შეცდომის უფლებაც არ გექნება, შენ თუ უღალატებ, შენ თუ გადააგდებ, ის უკვე ამოგზირგავს ბოლომდე, ესე რომ ვთქვათ. და აქედან არიან ძალიან მკაცრები. ძალიან მაღალი მორალის მქონეები, რომელიც ზოგადად ეს აუცილებელია, მათთვის არის აუცილებელი, იმიტომ რომ მე ისე გექცევი შენ, როგორც შენ მინდა რომ მე მომექცე. იმიტომ რომ მე თუ შენ გეყრდნობი, აქ უნდა იყოს მორიელური, აი გახსნილები უნდა ვიყოთ ერთმანეთისთვის, ხო? ხო, და აქედან გამომდინარე მოდის ცოტა პრობლემები, იმიტომ რომ ახლა ეს მეორე ადამიანი ასეთი სატურნით არ არის, იმას საერთოდ სხვა თავისი პრობლემები აქვს. და აქ შემოდის შინაგანი გაუცხოება, სხვათა შორის სექსუალური ენერგია არის მორიელი ჩვენთან და ამის დაბლოკვა ხდება ხოლმე ენერგეტიკულ დონეზე. ზუსტად ამ ნდობის პრობლემის გამო, ჩემი შენი აქ არ უყვართ სხვაზე იყვნენ დამოკიდებულები ფინანსურად, ვალები ქონდეთ მაგალითად, ეს პრინციპულად ძალიან აწუხებთ მათ. და აი პირდაპირ მნიშვნელობის სხვებზე იყვნენ დამოკიდებული ან რესურსულად, ან თუნდაც ფსიქოლოგიურად, აი აქ რო ვინმე მანიპულირება მოახდინოს, ანუ არ უყვართ ისეთი ის ჩაუგდონ ვინმეს ხელში, ვერ კეტები რომ მანიპულირების ხერხი გახდნენ, ანუ მე ვინმეზე არ მინდა ვიყო დამოკიდებული. და აი აქ ძალიან პრინციპულად იცავენ ამ თემას, ხო? და მაგიტომ უფრო თავის რესურსებზე არიან დამოკიდებულები, უფრო მყარად უნდა ყოფნა, ფსიქოლოგიურად ძლიერები არიან, ეს არ არის ადვილად მანიპულირებადი ადამიანი, ხო? იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად რას გულისხმობ, ხო? რომ აი სხვა კომბინაციაში თუ მორიელური ენერგია არის, რომ აი
ბრძოლა მიდის, ხო, ერთმანეთში, თქვათ, манипуლირების კუთხით, ხო, ეს ეგრევე საზღვრებს აწესებს სატურნი მორიელი, რომ არა, ამის იქით აღარ წამოხვა. და ზუსტად ამის ეშინიათ, რომ ვინმეს ხელში არ აღმოჩნდეს ის ბერკეტები, რომელიც მე მათზე იმოქმედებს, ზემოქმედებას მოახდენენ, ხო? ეხლა მე ამ ყველაფერს გიყვებით ასევე ჩემი გამოცდილებითაც, დაკვირვებითაც და პრინციპი პირდაპირ ამ სატურნის ეს არის. ჩემი რეკომენდაციებში, როცა თქვა სატურნ მორიელებთან მაქვს საქმე, აი თუ სატურნს ასწორს ზედმეტი ბალანსიდან უნდა ჩამოვიდეს ცოტა და ეს ორსკამზე ჯდომა და ყველა კარგად იყოს და სიჩუმე და ამ დროს შიგნაგანად მიდღება უნდა ყველასი ეს უნდა მოიშოროს. აი სატურნი მორიელის შემთხვევაში უფრო კარგი იქნება, რომ აი შინაგანი ღრმა მორალი, ეს ნდობის პრობლემები ამაზე იმუშავონ. ხო, ცოტა შეამცირონ მაგალითად, ხო? ასევე ნდობა, ემოციური გახსნილობა, ენერგეტიკულ დონეზე გახსნილობა უჭირთ ზოგადად. აი ეს საიდანაც მოდის ფინანსები, სექსუალური ენერგია, მაგალითად, ნდობის თემატიკა, ეს ყველაფერი არის ერთ სივრცეში, ხო? და ამ შემთხვევაში შემოდის ამ სატურნით ცოტა სიმკაცრეც, ბევრს ითხოვენ ასევე სხვებისგან, პროფესიონალს იგივე შეუძლიათ გააკეთონ სხვებისთვის, ხო? ეს არის აი ყველაფრის ატანა რო შეუძლია, აი მებრძოლი ფსიქოტიპი შემოდის, ხო? კარმულ ასტროლოგიაში რო წავიდეთ, სატურნი მორიელი იყო წინა ცხოვრებაში, აი ამ ხედვით თუ წავალთ, თუ სასწორი იყო მოსამართლე, ეს რაღაც სამართალთან ჰქონდა კავშირი, სატურნ მორიელი იყო უფრო ან მეომარი, ან სამურაის ტიპი, რომელიც მორალი იყო მისთვის მთავარი ღირებულება. აი ის რომ აი რაღაც მორალის გამო მაგალითად იქ თავს მოიკლავდნენ, ხო, რომ ეს მე ამ ჩემ ღირსებას ვერ უღალატებ. აი მანდ მივდივართ სატურნი მორიელის არქეტიპზე, რო ვილაპარაკოთ, ფსიქოტიპი არქეტიპულ ენერგიაში, ხო? სამურაის ტიპაჟი არის სატურნი მორიელი, რომელიცაც შეუძლია სამკვდრო სასიცოცხლოდ იბრძოლოს თავის ღირებულებებისთვის. ეს მისი ძალაც არის და ეს აძლევს ზუსტად იმ სტრუქტურას შინაგანს, რომ მე ამაზე ვდგავარ. ეს არის ჩემი ღირსება, რომ ვიყო მორალური, ვიყო ამტანი, ვიყო დამოუკიდებელი ძალიან რესურსებში, მაგალითად და ვერავინ ვერ მოახდენოს ჩემზე ზემოქმედება. შესაბამისად, ეს მისი სიძლიერეა, მაგრამ ხანდახან სისუსტეც არის. იმიტომ რომ აქ ნახეთ რა ხდება საინტერესო. მორიელი არის ღრმა ემოციები, აი სექსუალურ ენერგიას რო ვეძახით, ხო, რა არის ეს? სიბრაზე, ეს შინაგანი ცეცხლი, ვნებას რო ვეძახით მაგალითად, ხო, რაღაც ესეთი სურვილები, ხო, რომ აი მინდა რომ ვიღაცას ფლობდე ენერგია, ვიღაცამ ფლობდეს ენერგია, ხო? კონფლუენციას რო ვეძახით, ხო? და აქ სატურნი განზე დგას. არავინ არ მიმსახურებს ესეთ ნდობას, ესეთ გახსნილობას და რა იბლოკება აქ? სექსუალური ენერგია იბლოკება, ვნება, ცეცხლი, იმიტომ რომ ეს ვულკანური ენერგია ჩვენთან, ხო, პლუტონური ენერგია, მორიელური და აქ ხდება ცოტა დაბლოკვა. აი პორცია, ნელა გამოდის ეს ნდობის მომენტი ზუსტად იმ კუთხით, რომ და დავწუნდე ღირს თუ არა ეს ამ ყველაფრად, ხო? აი ეს არის მთელი იდეა სატურნი მორიელის ფსიქოლოგიური პატერნებში რო აგიხსნათ, მერვე სახლი. ეს ცოტა სხვა ენერგია არის, მერვე სახლი არის ჩვენთან მეუღლის, პარტნიორების, ფული. და სატურნი მანდ ხშირად ეს სექსუალური ენერგიაც არის, მაგალითად პარტნიორული, ეს სინასტრიაში კიდე ცალკე თემაა ხოლმე სატურნი მერვე სახლში როცა ჯდება. მაგრამ ნათალურ რუკაში ეს არის დაბლოკვა სადღაც, აი ესე რომ უჭერს ადამიანი თითქოს რომ მეორე სახლი არის ჩემი ენერგია და მეორე სახლი არის ამ ენერგიას როგორ ხარჯავს ხვებზე. და სატურნი დგას, არ ხარჯავენ, ან უწევთ ასუხისგებლობით ხვების ენერგიის ზურგით თრევა. მაგალითად ვარჩენდე ვიღაცებს. მაგალითად თან ვუჭერ ამ ფული იქნება, ან უბრალოდ ენერგია, ხო, რომ აი მე მაგალითად მერვე სახლის ზონაში, მე თუ ვიღაცაზე ვიხარჯები ემოციურად, ხო, ან გზას ვაჩვენებ, ან ვურჩევ რაღაცას, ეს მერვე სახლიც არის, ხო, გარკვეულწილად. მე ხვის ენერგიაში შევდივარ ჩემი ენერგიით, ხო? აი ეგ სატურნი ცოტა ბლოკავს, შიშებს აჩენს
სექსუალური შიშებით შეიძლება იყოს ეს, კარმულ ასტროლოგიაშიც ორივე კომბინაციაზე ვამბობთ, რომ აი ეს ენერგია ქონდა დაბლოკილი ადამიანს, მაგალითად, ან რელიგიური თვალსაზრისის გამო, ან მორალური თვალსაზრისის, ან უბრალოდ სამსახურებრივად მაგალითად, ხო? აი პირდაპირ უშუალოდ სექსუალური ენერგია, ოღონდ აქ არ გულისხმობ მეორე სახლურ სექსუალურ ენერგიას, როგორც ინსტინქტი. აქ გულისხმობ ღრმა ემოციურ გაცვლას, ღრმა ემოციურ ურთიერთობას, ხო, ამავე დროს, ხო? აი ეს იყო თითქოს დაბლოკილი და ახლა ესე არიან, ვენდო არ ვენდო. აი ამ გაცვლა, ენერგიის გაცვლა რო ხდება, აი აქ სულ სატურნი დგას, შეამოწმე, დააკვირდი, იმუშავე ენერგიაზე, ზედმეტს ხო არ უშვებ, ცოტას ხო არ უშვებ, აი აქ სულ შემოდის სატურნული გამოცდა, მოდი ესე ვთქვათ, ხო? და ეს არ არის ადამიანი, რომელიც მაგალითად ადვილად შედის ურთიერთობებში სხვებთან, ხო, თუნდაც სექსუალურ ურთიერთობებში, მას ჭირდება აი სატურნული შეფასება, რამდენად ღირს. ეხლა სად არის სატურნი, მაგასაც მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ზოგადად მერვესახლური ენერგიაც, სატურნი მორიელიც ესეთი არის, რომ მისთვის ენერგია, ენერგეტიკული ველი სატურნულად დგას მყარად. ცოტა არის ეს ენერგია და მე ამას უნდა უფრთხილდებოდე. აი ეს ფსიქოტიპი შემოდის. მერვე სახლს ასევე ახასიათებს ცოტა ვერ ვიტყვი ესე რისკს, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ყავს ეს სატურნი და არ აქვს ხოლმე ესეთი პრობლემები, მაგრამ ზოგადად ფინანსური რისკი არ არის ხოლმე, მაინც და მაინც გამართლებული, დიდი ვალები, დიდი რისკი, ან ზოგჯერ არის რომ აი ვაგროვე და აი ზოგადად ძლივს ბინა ვიყიდე მაგალითად, ან კრედიტით მოვახერხე რაღაცების, ხა ყველა ეგრეა თითქოს, მაგრამ გამოკვეთილად არის, რომ მე ცოტა ენერგია მაქვს და მჭირდება ამის ძალიან სერიოზულად და აი კონტროლი, ხო, სატურნული ენერგია არის აქ, ხო, შემოსული. მწირი ფული მეუღლისგან, ან უარი თვითონ, მე არ მინდა მეუღლის ფული, ან უბრალოდ არ აქვს მეუღლეს შემოსავალი, ან ძუნწიარი და არ აძლევს მეუღლეს. ესე შეიძლება იყოს სატურნი მეორე სახლში, ეს იგივე არის მეუღლეს მეორე სახლში ყავდეს სატურნი. ხა როგორ ავლენ სატურნი მშვილდოსანში თავს და მეცხრე სახლში, ხო? მშვილდოსანი ჩვენთან ის არის დიდი გაფართოება, სწავლა, განათლება, კანონები მაგალითად, ეს არის უმაღლესი განათლება ასევე და სატურნი აქ ქმნის სტრუქტურას. მას ჭირდება საკმაოდ მყარი სტრუქტურა, მაგალითად, შეიძლება გამოვლინდეს ყველაზე აქტიურად, როგორ არის ეს ადამიანი ძალიან მკაცრად იცავდეს კანონებს, მაგალითად, ღირებულებებს, ხო, სადღაც, ოღონდ ზოგჯერ სატურნი გაჭედავს ხოლმე ამ ღირებულებებში, აი ზედმეტად პრინციპები ხდება აქ ამ მიმართულებით, თუმცა შეუძლიათ ძალიან კარგად დაიცვან რაღაცას სწორი, რაც არის მათთვის, აი რაც მიაჩნიათ ღირებულებების კუთხით რაღაც სწორი, იმას ძალიან მკაცრად დაიცავს. ხშირად ვლინდება, მაგალითად, რამდენიმე უნივერსიტეტის დიპლომი რო აქვთ, ან სწავლობენ მთელი ცხოვრების განმავლობაში. ეს არის სატურნის ფუნქცია, ახლა მშვილდოსანი ჩვენთან ეს არის უცხოეთი, ეს არის განათლება, უმაღლესი განათლება, მკაცრად, ძალიან დისციპლინირებულად შეიძლება ისწავლონ. სულ, აი, საზღვარგარეთ, მაგალითად, რამდენიმე დიპლომი აგროვონ. თუ არ სწავლობს ეს ადამიანი, ან თვით შეფასება გარკვეულწილად სატურნული, ხო, აი სწავლას გულისხმობ, რომ აი რაღაცაში, რაშიც მე მაგალითად მუშაობ, რამდენად მაქვს ამისთვის გამამყარებელი ცოდნა, იმიტომ რომ სატურნი ეს არის სტრუქტურა და მშვილდოსანი ეს არის განათლება და თუ აქ სტრუქტურა არ არის, თუ არ არის აქ ფორმა, რომ აი მაგალითად მე რასაც ვაკეთებ, იქ ზურგს რაღაც უნდა მიმაგრებდეს, ხო, ეს სატურნული პრინციპი არის. აქ უნდა იყოს განათლებისთვის, აი რაღაც ესეთი დიპლომი, ცოდნა მაქანონი, ან ფურცელი მაქონდა, ეს ამ ფურცელში უნდა იყოს შრომა ჩადებული, ენერგია, დრო, მაგალითად, ხო? აი აქ შემოდის თვითღირებულების შეგრძნება. ძალიან ხშირად მიდიან საზღვარგარეთ სასწავლებლად, მაგალითად, იმიტომ რომ მშვილდოსანი ეს არის გაფართოება და სატურნი აქ ქმნის სტრუქტურას, მაგალითად, რომ აი მაგალითად სხვა ქვეყანაში უნდა მივიღო ეს განათლება, სადაც ყველაზე ესეთი ცენტრი შეიძლება იყოს, ხო? საგანმანათლებლო კუთხით, ან იყოს როგორი რაღაც იცით, აი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვლენილი, რომ ნებისმიერი დიდი გაფართოვება ძალიან დიდი შრომის ფასად მიჩნდება.
იმიტომ რომ შილდოსანი ის გაფართოება არის, სატურნის შრომა არის და დრო არის, ასაკი არის, ხო? და ხშირად შეიძლება გქონდეთ განცდა, რომ აი უამრავი ცოდნის, დიპლომების მიუხედავად თითქოს ხო აი არა და არ მოვიდა ჩემი დრო, არა და არ მოვიდა ჩემი იყვალი სიტყვაზე, ხო, ზოგ სატურნ შილდოსანს ეს გამოკვეთილად ახასიათებს. რატო ხდება ახლა ესე? იმიტომ რომ სატურნი ქმნის იცით როგორ კომბინაციას აქვს, რომ საგანმანათლებლო სფეროში ცოტა შემოდის ხოლმე აქ, რომ ზედმეტი სტრუქტურის შეტანა, ესენი ესე ადვილად ვერ სწავლობენ, იცით რა კუთხის სწავლას გულისხმობ? სატურნის შილდოსნები ვერ სწავლობენ, ესე აი ჰაერში უცეფრო აითვისებ, ხო? იმას მაგალითად რაც არ აინტერესებს. ეს არის საკმაოდ ესეთი ენერგია, მწირი, სატურნული, რაც აინტერესებს, იმაში ჩადებს მთელ ენერგიას, მაგრამ ის რო აი უბრალოდ რაღაცა ვისწავლო, ну, შეიძლება ნაკლებად ახასიათებდეს გაჩნია, ოღონდ აქ ახლა უკვე სხვა მდებარეობებს, ახლა სატურნი მე მგონი 88 წლიანებში იყო ურანიცით იყო ნეპტუნიცით იყო მთელი სტელიუმი ჰქონდათ სატურნი შილდოსანში, ურანი შილდოსანში, ცოტა უკვე სხვა ენერგია შემოდის. ზოგადად, მაგრამ თვითონ სატურნი ცალკე შილდოსანში ეს არის ადამიანი, რომელიც ცდილობს ჩადოს ენერგია იმაში, რაც რეალურად შედეგს დაუდებს. ოღონდ ეს ძალიან დროში იწელება ხოლმე, როგორც წესი. სატურნი ცოტათი მეცხრე სახლშიც თუ არის, მაგალითად, შილდოსანშიც ცოტა ბლოკავს უცხოეთს, მაგალითად, შეიძლება იყოს, რომ აი უამრავი პროექტი არის უცხოეთში, ვაგზავნი ძალიან ბევრ სიტყვაზე იქ მოთხოვნას, მაგრამ ჭიანურდება მიღება. ან ფრენებში რაღაცა შეფერხებები შეიძლება ზოგჯერ იყოს, არა ყოველთვის, ხო? ახლა ვისაც მაგალითად არ აქვს ეს შეზღუდვა, შეიძლება საერთოდ პრობლემა არ ქონდეთ. ან საზღვარგარეთ მიდიან უფრო საქმიანი კუთხით, აი სწავლა, რაღაც მნიშვნელოვანი და არა ის, რომ ახლა ვიღაცამ წამიყვანოს და იქ რაღაც ესეთი, ანუ უფრო სერიოზულად უყურებენ გაფართოებას ნებისმიერს, ხო, მოგზაურობებს მაგალითად. ძალიან ხშირად მუშაობენ უცხოურ კომპანიებში, უცხოელებთან ურთიერთობაში. ისეთ როგორი ფსიქოტიპი შემოდის შილდოსანში, რომ მაშინ ვითარდება ადამიანი, თუ უცხოელებთან შეიძლება კონდეს შეხება, ან განათლებასთან კონდეს შეხება, ან უცხოური კომპანიები მაგალითად რაღაცა კუთხით, ხო, საგანმანათლებლო, საუნივერსიტეტო სფეროებში, ან უბრალოდ არ არის ხა განათლების კუთხით ადამიანი განვითარებული, მაგრამ სადღაც აი უცხოეთთან აქვს რაღაც საქმიანი ბმა, ხო, სიტყვაზე. ჩვეულებრივ ცხოვრებაში ეს შეიძლება გამოვლინდეს ადამიანი, რომ მისი ოპტიმიზმი სუფთად განათლებას და უცხოეთს რო თავი დავანებოთ, რაშიც შილდოსანი ავლენს ხო თავს. ზოგადად კონდეთ განცდა, რომ აი ის გაფართოება, ის რელიგიურობა მაგალითად შილდოსანი არის ჩვენთან, ხო, აი სულიერი კანონის უზენაესობა და ესეთი ადამიანი იყოს უბრალოდ ძალიან პრინციპული. თავისი აი ის რაც ჯერა, რაც სწორად მიაჩნია, იმას იცავდეს ძალიან კაცრად. ცოტა ნეგატიურ გამოვლინებაში შილდოსანში სატურნი შეიძლება ხა ვიღაცისთვის ნეგატიურია, მაგრამ ზოგჯერ საჭიროც არის ეს ენერგია, ხო? მაგალითად, ქარის წვისქვილებთან იქ რაღაც რა არის შილდოსანი, ხო? სამსახურებში მაგალითად ვინმე თუ არის დაწინაურებული ცოდნის და მიხედვით. აი აქ სატურნი შეიძლება იყოს ძალიან პრინციპული, თუ შეატყობს მაგალითად ნაკლებ მცოდნეობას ვიღაცას, აი არაკომპეტენტურობას მარტივად რო გითხრათ, ხო? აქ სატურნი ძალიან მკაცრი იქნება ბიუროკრატიულ სისტემასთან. მკაცრი არის ადამიანი, იმიტომ რომ თვითონ მას მიაჩნია, რომ მე თუ რაღაცაზე ვიღებ ხელს და რაღაცაში ვამბობ, რომ ეს მე ვიცი, აქ იყოს, ну აი ძალიან დიდი ცოდნა გამოცდილება მიმაგრებდეს ზურგს უკან. და სხვასთან თუ იგივე არ ხდება, ცოტა სიმკაცრე შემოდის აქ სამართლიანობის დაცვის მოტივით, ესე რომ ვთქვათ, და ბიუროკრატიულ სისტემაშიც შესაძლოა ზოგჯერ პრობლემები აქვთ. მაგრამ ამავე დროს უფრო აი გავრცელებულად სატურნის შილდოსნებს აინტერესებს ზოგს მაგალითად პოლიტიკა, იმიტომ რომ შილდოსანი პოლიტიკას მართავს, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი არის ამ მდებარეობით. აინტერესებთ ის, რაც რაღაც უფრო დიდს, უფრო ძალაუფლებას ან გავლენებთან არის კავშირში მაგალითად და დისციპლინურად შეუძლიათ რაღაცები ისწავლონ ამისთვის. აი, ცოტა ისე რო გითხრათ, ტენდენციები რა შეიძლება, ხო, აი რო ხედავთ ამ სატურნს მაგალითად ადამიანს აქვს ინტერესი გაფართოების
რაღაც ბიუროკრატიულ სისტემაში ცოტა მყარად ყოფნის, ამისთვის შეუძლია ძალიან ბევრი რამე ისწავლოს, ისეთი რაღაცებიც ისწავლოს, რაც მის იმას შესაძლებლობებს აღემატება. ხო? ხშირად ამასაც განვითარების ძალიან მაღალი შესაძლებლობა აქვს ადამიანს, ხო? სწავლისთვის, იმიტომ რომ სატურნი რა არის დისციპლინა თუ იშრომებ იმ სფეროში ძალიან მაგარ შედეგებს დადება. დამშულდოსანი ეგ არის, ან პოლიტიკურ სფეროში, ან რაღაც ისეთ გლობალურ თემებში, ან საგანმანათლებლო სფეროში მაგალითად, ხო, ან წიგნის წერა იქნება ეს თუ რაღაცა ის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი როლის კუთხით სერიოზული შანსები აქვს თუ საკუთარ თავზე იმუშავებენ და მუშაობაც შეუძლიათ საკმაოდ. სხვათა შორის, შრომა, ნებისყოფა დროის გამოვლენა, გამოყოფა შეუძლიათ აი ამ ამბიციური გეგმებისთვის, ესე რომ ვთქვათ, ნეგატიური გამოვლენებაში შეიძლება გამოვლინდეს ზედმეტი ამბიციურობა, მშვილდოსნური, აქ რო აი მე მაგალითად საერთაშორისო კანონი უნდა დავიცვა, ან გავასამართლო მკაცრად ადამიანები, ეს ძალიან ადამიანზე არის დამოკიდებული, თუმცა შეიძლება ძალიან დაკვადრატებული კონდეს და აზიანებული სატურნი ადამიანს, მაგრამ არ კონდეს ეს თვისებები. ხო, აქ უკვე შინაგან კულტურაზე მივდივართ მაგალითად, მაგრამ ამბიციები ეს ყველაზე ცუდ გამოვლენაში დიდი გრანდიოზული ამბიციები და სატურნი აქ კაცრად იცავს, აბა რა ასხანაირად. ანუ ეგოსთან რომ მივდივართ, ხო, სატურნულ ეგოსთან და აქ შეიძლება კონდეს ადამიანს სერიოზული ან ბიუროკრატიულ სისტემაში ჩამოვარდნები ან სამსახურებრივ სფეროში, სანამ აი ეს რეალური ამბიცია და შესაძლებლობა არ გაუთანაბრდება ერთმანეთს, ხო? იმიტომ რომ სატურნი მშვილდოსანში მაინც არ არის კარგი მდებარეობა, შესაბამისად, აი შეიძლება რითი განსხვავდება ახლა კარგი სატურნი და პრობლემურს ვერ ვიტყვი ესე, მაგრამ აი შედარებით სუსტი სატურნი, ხო? აი კარგი სატურნის დროს, აი თქვა ძლიერად აყავს ადამიანს სატურნი რუკაში, ხო? ტრანზიტში ის რაღაცა რო ხდება, ეგრევე, მოდი ისე ვთქვა, წვავს ადამიანი, რას მოითხოვს, აი ეგრევე თვითდისციპლინა უჩნდება, ეგრევე გრძნობს, რას მოითხოვს სამყარო მისგან. აი ცოტა სუსტი სატურნით ბევრჯერ უნდა გამოვავლინოთ ჩვენი ასეთი დისციპლინა, ესე რომ ვთქვათ, ბევრჯერ უნდა გამოვლინოთ, ცოტა დანაკარგებით, ცოტა ცხვირის წატეხებით, ესე რომ ვთქვათ, რომ მივხვდეთ, რას გთხოვს სატურნი, მაგალითად, ხო? აი მშვილდოსანი რა არის სინამდვილეში? ეს არის ოპტიმიზმი, ეს არის სილაღე, რაღაც ღირებულებები, აღმსუბუქი მოგზაურობა, განვითარება. სატურნი აქ მძიმედ, ნელა გადის ამ გზას პრინციპებზე ორიენტირებული არის ძალიან, ხო? შიშებით შემოდის აქ ბევრი, მე შემიძლია ეს ყველაფერი ესე ჩავყლაპო? ცოტა სწავლაშიც იცით რა მოდის, აი დიდი ენერგია მისდით ძალიან, იმიტომ რომ ძალიან საფუძვლიანად შეუძლიათ რაღაცების სწავლა, ძალიან სიღრმისეულად და აქედან გამომდინარე დიდი ენერგია მიდის ამ ყველაფერზე, ხო? და ნუ მე შედეგებიც უნდა დაიდოს, ესე რომ ვთქვათ, ხო? ეს დიდი გაფართოება, დიდი იმედები ეს რაღაცნაირად უნდა იყოს პრინციპებზე დაფუძნებული. აქ შემოდის მეგობრებო ცოტა მეცხრე სახლში რო ავიღოთ, ხო? ეს არის სერიოზული მიდგომა სწავლის მიმართ, გაფართოების მიმართ, სერიოზული მიდგომა მაგალითად იღბალთან, იმიტომ რომ დიდი იღბალი არის მეცხრე სახლი ჩვენთან, უცხოეთი არის, წმენა არის მაგალითად, ხო? და მშვილდოსანში სატურნი და მეცხრე სახლში სატურნი შემოდის, რომ ძალიან მკაცრად შეიძლება იცავდეს ან რელიგიურ ღირებულებებს, ან საკუთარ შეხედულებებს ზოგადად, ხო? მშვილდოსნური ღირებულებათა სისტემა. და ზოგჯერ კლასიკურ ფორმულას გეტყვით, ცოტა მკაცრი დაპირისპირებები არის მასწავლებლებთან, პედაგოგებთან, ლექტორებთან, და სატურნი ეგო არის, მე მეტი ვიცი, მე მეტი მესმის, ზოგთან ეს ვლინდება ხოლმე და თან არის სატურნი ასაკი, ხო, შინაგანი, რომ მე ეს უკვე გავლილი მაქვს, მე ეს უკვე ბევრჯერ ვისწავლე, შინაგანი კარმული შეგრძნება არის ამ ყველაფრის და ვიღაცა თუ მოდის მასწავლებელი, რომელსაც არ აქვს დიდად ცოდნა ან განვითარება, აი იქ შემოდის სატურნი უკვე მასწავლებელივით და ბავშვებს, ვისაც სატურნი ყავს მეცხრე სახლში ან მშვილდოსანში, შეიძლება შეატყონ, რომ აი მას პედაგოგებთან ესენი არიან აი თანასწორებივით რა, რომ მეც მესმის იგივე, მეც მეტი მესმის, ხო, გარკვეულწილად ეს შემოდიოდეს და მართლა არის, ოღონდ პედაგოგებისგანაც სიმკაცრესაც აწყდებიან, ცოტა აგრესიაც მოდის, იმიტომ რომ ისინი გრძნობენ მათ ამ ბავშვების სატურნს, ხო, რომ ის მოსამართლესავით დგას
მე ვიცი რომ შენ რაღაცები არ იცი და მართლაც ეგრე არის ხოლმე სიამთვილეში და პედაგოგებისგან მოდის მე კრიტიკა მოდის ცოტა უხეშობა და ძალიან ბევრი სატურნი მშილდოსნისთვის ან მეცხრე სახლისთვის ტრამვულიც ყოფილა პედაგოგიკა ლექტორები მათთვის ან ყოფილა განსა რომ ყველა რაღაცას მასწავლის და აღარ მინდა რა იმიტომ რომ ყველა ჭკუას მასწავლის თორსა მე თვითონაც კარგად ვიცი რაღაცეები ხანდახან არის განცდა რომ მე არავინ არ მასწავლა არაფერი მარტო ვისწავლე ჩემით აი ესეც შემოსდით აქ კარმული გაკვეთილი არის თითქოს რომ აი მათი მსოფლმხედველობა მათი შინაგანი პედაგოგიკა ცხოვრებისგან რას ვწავლობ აი მარტო სატურნი მარტო ხელა ენერგია არის მარტო გავდივარ ამ ყველაფერს აი ესეც გამოვლენილა და კვირტით თქვენ სატურნებს აბა როგორ მუშაობს მეც მაინტერესებს თქვენი ხედვა ოღონდ ახლა კარგად უნდა ვერ გავუტეთ ასტროლოგიაში რომ ეს ზუსტად ვიცოდეთ სატურნის ენერგია არის თუ სხვა პლანეტის ენერგია არის თქვენც ჩაუღრმავდით თქვენ სატურნს როგორ მუშაობს გააზიარეთ დამიწერეთ კომენტარები ძალიან ველოდები ხოლმე და დანარჩენ ნიშნებზე უკვე შემდეგ ვიდეოში შემოგთავაზებთ და მაშინ დაგეშტებებით დროებით